მე ვარ თამარ ხუბულავა, 38 წლის. მე ვიყავი 10 წლის, როდესაც გალის რაიონიდან, სოფელი სიდიდან გამოგვაძევეს. დედამ გამაღვიძა 4-ის ნახევარზე. ჩემთვის ეს იყო ყველაზე საშინელი განთიადი, იმიტომ რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა მივხვდი რომ სახლი უნდა დაგვეტოვებინა და წავსულიყავით სადღაც ირგვლივ მშობლები ფაცი-ფუცით რაღაცებს დაეძებდნენ, რაღაცა უსიამოვნო ხმაურიც გარედან შემოდიოდა, მეზობლები, ძაღლებიც კი, რომლებიც ეზოში ყებდნენ, ყველას ჰქონდა რაღაცა მოუსვენრობა. ყველაზე რთული რაც იყო იმ მომენტში იყო გაუგებრობა ჩემთვის. არ ვიცოდი რას ვაკეთებდით ან რისთვის. მშობლებმა ამიხსნეს რომ ჩვენ ახლა დროებით დავტოვებთ სახლს, იმიტომ რომ სადღაც უნდა წავიდეთ. დღემდე მახსოვს ჩემი დის ტირილი, რომელიც ჩვენ სახლს ემშვიდობებოდა მის კედლებს. და ვიყავი გაშეშებული. არც ტირილის თავი არ მქონდა. საერთოდ ძალიან შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. მთელი სოფელი შეიკრიბა. ყველა ცდილობდა გადაენაწილებინათ თავი სადმე ვინმეს ტრანსპორტში, სადმე ვინმე რაღაცა პატარა ადგილს თუ იპოვიდა, ბედნიერი იყო ამით, პატარა ფუთებით, სხვა ჩანთით. ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ მივდიოდით სადღაც ისეთ ადგილას, სადაც არ ვიცოდი ვინ დაგვხვდებოდა, რა მოხდებოდა. და როგორც კი ენგურის ხიდს მივახციეთ, იქ უფრო დიდი ადამიანების თავშეყრა ნახე. რაღაცა ყველაფერი ერთად იყო არეული, ხმებიც, მოძრაობებიც, თითქოს რაღაცნაირი დათრგუნული, შემიძლია ახლა დავარქვა დათრგუნული ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეიძლება სურვილიც კი არ ქონდათ საუბრის. როგორც იქნა გადმოვედით ენგურს და მამა ჩემო მითხრა, მგონი გადავრჩითო. არ ვიცი ეს რას ნიშნავდა იმ დროს, არც მინდა წარმოვიდგინო, მაგრამ მე უკვე გავიგეთ ის ადამიანები, ვინც ვერ გამოაღწია, ისინი როგორ გზაშივე მოკლეს, მე უფრო მივხვდი რას ნიშნავდა ეს. უბრალოდ ამასთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ. ოფიციალური ვერსიით აფხაზეთში ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. თუმცა ახლა უკვე ის რიცხვები გვაქვს 15-16 ივლისი, როდესაც პირველი დაპირისპირება 16 ივლისს კი აფხაზეთში პირველი ტყვია გავარდა, ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ. სწორედ აი ამ თემაზე გვექნება დღეს 20 წუთი მაიზერ გელოვანთან ერთად. მოგესალმებით ბატონო მაიზერ, ალბათ ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს რატო ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და მინდა თქვენთან ერთად ვუცხარო რომ თქვენ ხართ სწორედ აფხაზეთის ომის ვეტერანი და იმ ამბების თვითმხილველი, რომელ ამბებზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო. წლები გავიდა სამწუხაროდ, მე რამდენი თაობა გაიზარდა უკვე აფხაზეთის გარეშე. აი ახლა უკვე ცივი გონებით რო შევხედავთ. აი რა იყო, რა მოხდა თქვენი აზრით? რატომ არ შეგვეძლო ამ კონფლიქტის და საშინელი ომის თავიდან აცილება? 16 ივლისი, მე ვიცი რომ თქვენ მაგ დროს უკვე აფხაზეთში იყავით. კი ბატონო. ძნელია გაიხსენოთ ეს პერიოდი, მართლა ძალიან მძიმეა, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, ვფიქრობ, რომ ყველა ისტორია უნდა მოვყვეთ თავიდან. მთელი მსოფლიოს გასაგონად, იმიტომ რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი და ჩვენ ეს ყველაფერი რუსეთის მთელი ეს აგრესია ჩვენს თავზე გადადანა. კი ბატონო. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და
რა მოხდა 16 ივლისს აფხაზეთში? მადლობა თქვენ მოწვევისთვის და დაფასებისთვის, რომ გაინტერესებთ ეს თემა. სანამ 15-16 ივლისს შევეხებოდეთ, მანამდე ცოტა უფრო ადრინდელ ეს ხუნოჰესის მშენებლობის აქცია ტარდებოდა იმ დროს ჯვარში. და მე და კიდევ 19 კაცი იქ შიმშილობდით ხუნოჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით. რომელიც დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვლილი ცხონებული თორნიკე ფიფია და გარდაცვლილი კიდევ ცხონებული თამარ ჟორჟოლიანი. ეს იყო 19 ივნისიდან 29 ივნისამდე 10 დღე ვიშიმშილეთ. და რო დასრულდა შიმშილობა, მე ჩვენი რეაბილიტაცია მოხდა საავადმყოფოში ვიწექით, გადასკვნებს ვიკეთებდნენ რაღაცა და იქიდან რომ გამოვიწერეთ, მაგრამ უკვე სახლებში რომ წავედით, ზუსტად 15 დილა იყო, მეზობელი მოვიდა ჩემთან. გივი ჩხმიანი, თქვენ ცხოვრობს გვერდით, სოფელ ჩხორიაში ვცხოვრობ, მე კიდევ სახლი ხალხს. და თორნიკე ფიფია მოვიდა ჩემთან და შენ გეძებსო. მაგრამ იქ ცოტა ისეთი მანქანის მიუსვლელი ადგილია და იქ მანქანა ვერ მოვიდა, პატარა მანქანით იყო თორნიკე და ეს გივი გამოაგზავნა ჩემთან. რა ხდება მეთქი და ომი დაიწყო აფხაზეთში. ეთი რა ომი? და გავიქეცი. გავიქეცი და ნახე თორნიკე, წავედით ჯვარში და უკვე ხალხი აღელვებული იყო ერთი აბა ზოგისაც იგი გარბოდა ზოგი აქით. იარაღს ეძებდა ხალხი. და ჩვენ მივადექით ბოჩი, ჩვენი ჯგუფი და რამოდენიმე პოლიციიდან გამოვიტანეთ იარაღები. დავირაზმეთ და წავედით პირდაპირ იმავე დღეს 15-ში წავედით აფხაზეთისკენ. დიდი სატვირთო მანქანებზე ავედით, დავდექით, რაც ქონდა იარაღები, რაც გამოვიტანეთ. პატარა იარაღებიც იყო, დიდი ავტომატების ყველაფერი და მივედით ღალიცგამდე. ღალიცგაზე უკვე გადაიკეტილი იყო და უკვე დაძაბული იყო სიტუაცია. ეს უნივერსიტეტის გაყოფას უკავშირდებოდა ხო ეს ყველაფერი? ეს და ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა ღალიცგას მაშინ. სადღაც მაშინდელი მონაცემებით ასე თქვეს, რომ სადღაც 35-40,000-მდე კაცი იყო მოსული ღალიცგამდე ჩვენი მხრიდან. და ამ ხალხის სიმრავლემ იმ დროს სიტუაცია ცოტა შეანელა. იქიდან მხრიდან იმათი დაზვერვა ხომ მუშაობდა და შუაში იდგა რუსის ჯარი, იმ დროს საბჭოთა არმიის ჯარი იდგა, შინაგანი ჯარი მაშინდელი, ვებეს რო ეძახდნენ, ეს იდგა შუაში. ხალხი იწოვდა უკვე იქითკენ, რომ აი სოხუმში შევსულიყავით. და იმ დროს ჩამოვიდნენ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ჩვენი გმირები, ზვიად გამოსახურდია და მერაკოსტავა და მერაკოსტავა პირდაპირ ჩადგა იქ შუაში. და მოგვიწოდა ყველას, რომ იმის იქით არ გადასულიყავით, თორე პროვოკაცია იყო ეს. პროვოკაცია მოხდებოდა და სისხლი დაიღურებოდა დიდი სისხლი და ჩვენ ინფორმაცია არ გქონდა ჯერ რომ იქით კი ვიცოდით რომ რაღაც შეტაკება მოხდა, მაგრამ სხერტლი თუ იყო ჯერ კიდევ არ ვიცოდით. და მინდა ახლა მაყურებელსაც უთხრათ, რომ აი სწორედ 16 ივლისის უნივერსიტეტის გაყოფასთან დაკავშირებით შეჯახების პერიოდში 14 ადამიანი დაიღუპა და 127 დაშალა. კი ბატონო, მაგრამ იმ მომენტში ჩვენი მივადექით ეს ზუსტი ინფორმაცია ჩვენ არ გქონდა, მაშინ არ იყო მობილური არც არაფერი და ტელევიზიას რაც გადმოსცემდა, ხო არ გადმოსცემდა და ჩვენი გავათენეთ ის ღამე 15 და 16-ში უკვე აქა-იქ შეტაკებები მოხდა და მაშინ დაიჭრა თორნიკე ფიფია ფეხში და მის გვერდით ვიდექი ამ ცდატყია და თორნიკეს მოხდა და თორნიკე მე გამოვიყვანე მე კიდე დაჭრილი და ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანეს ზუგდიდისკენ. და ის 16-იც იქ გავათენეთ უკვე და მე უკვე ჩამოვიდნენ მაშინდელი მთავრობა საქართველოს მთავრობაც იქიდან და მოხდა დაშორიშორება უკვე. და 3 დღე იქ რო ვიყავით უკვე მე უკვე ისე მოხდა რომ გამოტრიალდით უკან, მაგრამ ეს გამოტრიალება იმთან დასრულებულა, მე უკვე ისეთი გეგმა შედგინდა რომ აი თვითონ სამეგრელოს პერიმეტრზე თითქმის ყველა გზებზე მოგვიწია ჩვენ პატრულირება, ჩვენ მაშინ არაფორმალებს გვეძახდნენ მოძრაობაში ვინც ვიყავით და ჯგუფებად ერთ-ერთი ჯგუფის რუსი მე ვიყავი და დავდექით
მაშინ გაირო იყო პოლიციის პოსტები, საგზაო იმის პოსტები, იმათ მაგიერ ისინი გავუშვით იქიდან, ჩვენ დავდექით იმ პოსტებზე. და გამომდის ვაკონტროლებდით, რომ ვინმეს იარაღი არ გაეტანა, არ შემოეტანა და ვაჩერებდით და დღეღამისო მორიგეობა იყო რა. ეს გაგრძელდა კაი სადღაც ორი კვირა გაგრძელდა. და მე სიტუაცია რომ დაშოშმინდა უკვე ნელა. მე უკვე ეს თავრობა ცოტა გაუფხიზდა მაშინდელი კომუნისტური თავრობა და ჩვენ დაგვიწყეს დევნა. ხოდა მე იმ პერიოდში დაჭერილი ვიყავი სამი დღე წალენჯიკის მაშინდელმა მილიციამ დამიჭირა იარაღის გამოტანის გამო იარაღი უკვე კი დავაბრუნე მე რა. და ასე მივედით 14 აგვისტომდე, როდესაც უკვე 14 აგვისტომდე, სანამ მივიდოდი 14 აგვისტომდე იყო სამარჩაბლო. ხო. სამარჩაბლოში სიტუაცია დაიძაბა, ეს იყო აქ შეიქმნა მაშინდელი დაგონისის ხელშეკრულების თანახმად ჩამოყალიბდა ხელშეკრულება იყო ასეთი სამხრივი შერეული ძალები და ჩამოყალიბებული იყო რუსები, ქართველები და ოსების. ერთად უნდა დამდგარიყო ეს სამივე შენაერთები პოსტებზე. და საქართველოს მხრიდან მე მაშინ სახურობდი, ხო, სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე მოხდა ტელევიზიაში შეჭრა. ალტერ შურღაიარო შევიდა ტელევიზიაში. ხო და იმ ტელევიზიაში შეჭრა რომ მოხდა და იქიდან ისინი რომ აიყვანეს და იმის მე მაშინ ახლად შექმნილი იყო თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი პოლკოვნიკ თამაზ მეფარიშვილის მეთაურობით. და ჩვენ დაგვავალეს უშუალოდ ჩვენ ბატალიონს ამძავდა დაგვეცვა. მე სამკუთხედი რო არის ამძავზე, აი იმ სამკუთხედში ქონდა ჩვენ შტაბი. მე ვიყავი ოცეულის მეთაური და იმ სმენები ცვლებით ვიყავით ხოლმე 13 დღეს ვდიდით ერთმანეთს. და იქ რო ვიდექით იმ პერიოდში უკვე მოვიდა ბრძანება რომ იქიდან უნდა წავსულიყავით უკვე სამარჩაბლოში სამხრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და შერეულ ძალებში უნდა გავერთიანებულიყავით. ჩვენ ვიყავით ჩვენი ბატალიონი და შინაგანი ჯარი იყო კიდევ. უნდა შევიდეთ ერთობლივად სამარჩაბლოში. ეს იყო 14 აგვისტოს ხომ მოხდა ომი, დაიწყო ომი. 14 ივლისი, 14 ივნისი, ორი თვით ადრე იყო. ჩავდექით იქ სოფლებში ეს დიდი ლიახვიცხეობა, პატარა ლიახვიცხეობა, ნიქოზი, მერე ვანათი, ბელოთი, ანტრისხევი, ეს მთელი ეს ტერიტორიები დავიკავეთ. ზაქია ერედვი აი მეფში ვიდექით ჩვენ და ერთად ვიდექით ეს რუსები, ოსები და ქართველები ლურჯი სამკლაურებით რა და ლურჯი ისინი ზაქია ბერეტები ხო და აი უკვე 92 წლის 13 აგვისტოს ღამე იქ გავიგეთ უკვე რომ აფხაზეთის სიტუაცია დაიძაბა უკვე და ჩვენები შევიდნენ აფხაზეთში. 14-ში დილით უკვე გავიგეთ რომ ტელევიზიამ გადმოსცა ჩვენ იქ სადაც ვიყავით რო მოსასვენებელი იყო ჩვენი ვანათში ვიდექით ჩვენ თვითონ მოსასვენებელი ქონდა ჩვენი ვანათის სკოლაში. და სკოლაში ტელევიზორი ქონდა რა შავ-თეთრი რაღაცა ტელევიზორი მან გადმოსცა აჩვენა ჩვენი ბიჭები 6 ბიჭი ავნევში სასტიკად აწამეს ოსმან სეპარატისტებმა და დახოცეს. ერთ-ერთი იყო ჩემი ძმაკაცი, ვეფხო ბიჩინაშვილი, ეს იყო მეთაური, ასეულის მეთაური და შინაგან ჯარში იყო მაშინ ვეფხო და მე ვიყავი სადღაც სამინისტროში. აი მანამდეც კიდევ ჩვენ თბილისის ომში ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიდექით ეროვნულ გვარდიაში. ვეფხო სასმეთაური იყო და მე სასმეთაური ვიყავი. და იქ ვეფხო მოკლეს და კიდევ 6 ჯარისკაცი. მე ჩვენ ისინი ჩამოვასვენეთ სულ თბილისში. ვეფხო მე თვითონ ჩემი ფორმა რო ეცვა იმით მიცანი ტელევიზიაში თუ ისე იყო დამახინჯებული და აი ვერ იცნობდი თვარიც აი ჩემი ფორმით ვიცანი რა. და თბილისში რო ჩამოვასვენეთ და გვინდოდა ტელევიზიას გადაეცა. მაშინ და ტელევიზიაში
ვარს გვეუბნებოდნენ რომ ეს ინფორმაცია გადაეცათ ტელევიზიით. აი შევედით ავტომატებით იმაში ტელევიზიაში. ხო და გავაშვებინეთ ძალით როგორც თქვიან რომ ვეფხობი ჩინაშვილი 6 ჯარისკაცი ასე ხეცურად აწამეს იქ ავნეუში. და ზუსტად მეორე დღეს უკვე გამოგვიცხადეს რომ უკვე აფხაზეთში ომი დაიწყო და ჩვენ უნდა მოეხსენით სამარჩაბლოდან და დაგვაბრუნეს თბილისში. 4 სექტემბერს უკვე გავფრინდით სოხუმში თბილისიდან. ის უნდა აღნიშნო რომ თბილისის აეროპორტში დიდით რომ მივედით ავტობუსებით, იკარუსებით თბილისის აეროპორტში ჩვენი ბატალიონი. სადაც საღამომდე მოგვიწია გლოდინი. თვითფრინავს ველოდებოდით. სანამ ჩვენი თვითფრინავს ველოდებოდით იმ სიცხეში დუბაიში და ანკარაში გაფრინდა სადღაც 10 რეისი დამსვენებლების რა. სულ არ აინტერესებდათ რა ხდებოდა საქართველოში. აფხაზეთის ომი იყო ძალიან მძიმე. რადგანაც ჩვენი მეომრები იბრძოდნენ აბსოლუტურად შიშველი ხელებით. დიახ. ახლა, როდესაც აკეთებენ ხოლმე პარალელს უკრაინასა და აფხაზეთს შორის, ყოველთვის ფიქრობ, რომ უკრაინას გვერდით უდგას მთელი მსოფლიო. მაშინ ჩვენ არავინ არ გვედგა გვერდით და ერთეულები ამაგრებდნენ ამას. დიახ, არა თუ გვერდით არ გვედგა არავინ. იარაღიც არ ქონდა და თქვია წამალი რომ ის ყოფილა შემთხვევები რომ პოზიციებზე ვიდექით თვითონ ჭიდით. და ყოფილა შემთხვევები რომ ყველას არ ქონდა იარაღი. 3 კაციდან დავშვათ ერთს ქონდა იარაღი და ასეთ შემთხვევებიც იყო. ზოგს თოფი ქონდა საადი რომ აი მაგალითად იმ 15-16 რიცხვის ამბებში ზოგს ორლოვიანი თოფი ქონდა, ზოგს ეგრეთ გეკო შაშხანარვარი ცირეკალიბრიანი ის ქონდა. ზოგი საერთოდ იარაღაოდ იყო ვიღაცა რომ დაეცემო, ავიღო იარაღიო და მე გავაგრძელო ბრძოლა იმას ფიქრობდა და ასეთ ის იყო მაშინ შემართება, პატრიოტული შემართება, იმიტომ რომ დიდერები ყავდა ჩვენ ისეთი მაშინ. რომ აი ერთ დაძახილზე შეეძლოთ 100,000 კაცი გამოეყვანათ რა ზიად გამოსახულდეთ და მე რა პროსტავოს. არავინ არ ფიქრობდა მაშინ სიცოცხლეზე და თანამდებობაზე და რაღაც ყველა ფიქრობდა რომ აი წავიდე და სამშობლო დავიცვა რა. თუმცა მე მოვიდა ის პერიოდი, როდესაც დავკარგეთ სახული. აი ახლა უკვე წლების შემდეგ კი ჩვენ ასე შეიძლება დაუსრულებად ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი კონფერენციებია, აკეთებენ რაღაც აღამოებს, არის ისეთი ტრაფარეტული ფრაზა მე დაუბრუნდები, მაგრამ ყველაზე კარგად თქვენ იმ ადამიანებმა იცით, როგორ შეიძლება, ან შეიძლება თუ არა უკვე, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ. აი რა უნდა იყოს აქ? პოლიტიკური ნება, სამოქალაქო დიპლომატია, თუ აი რა უნდა მოხდეს? არაფერი საერთოდ აფხაზეთს ჩვენ არავინ არ დაგვიბრუნებს ნებით და მოლაპარაკებებით და მშვიდობიანად. ეს არის გამორიცხული. პუტინს მართლა ძალიან უჭერს და აი ზუსტად ეს უნდა მეთქვა. ჩვენი აფხაზეთის დაბრუნება არის დამოკიდებული უკრაინის ომზე. ეს არის ჩემი აზრი. უკრაინამ თუ კი არა იმედია გაიმარჯვებს. ბატონო მაიზერ, ახლა მე ზუსტად ვიცი თქვენ რასაც ლაპარაკობთ, მაგრამ როდესაც აქ მოვდიოდი ახლა ხო, ავტობუსში 2 ადამიანი ესაუბრებოდა ერთმანეთს და ორივენი იყვნენ დევნილები სხვათა შორის, ყველაფერი თვითონაც ამბობდნენ ამას და აი ისეთი ფრაზა თქვა რომ თუ პუტინი და აშკარაა რომ უკრაინასთან დამარცხებაო, დებაო. აი ეს კაცი ამბობდა რომ მე მაქვს სამხედრო განათლება და ყველაფერიო, მაგრამ ზუსტად ვიციო რომ იმისთვის რომ მან თავისი რეპუტაცია აიმაღლოს, შემოვა და მთლიანად აიპყრობს საქართველოს. თქვენ თუ გიფიქრიათ ასეთ რაღაცას? ვერ დაიპყროს. ის უკვე ისე არის უკვე დაცლილი ყველანაირ რესურსისგან. ყოველ დღე ვისმენთ და ვიგებთ და იდება საიტებზე რომ იქ 20 გემი ჩაუძირეს, იქ ნავთობაზები აუფეთქეს, იქ ურალამდე ჩავიდნენ, იქ ცენტრალური აუფეთქებიათ. აფხაზეთში 2 დღეა. ხო და აფხაზეთში უკვე დრონები არის. აქაც უკვე და საქართველოში აწი პუტინი ვერ შემოვა. ამაში მე დარწმუნებული ვარ. ჩვენ კი შევალთ აფხაზეთში. აი როგორ გესახებათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება? აფხაზეთის სამაჩაბლო. როგორც კი დამთავრდება უკრაინის ომი, ჩვენ არაფერი არ დავჭირდება, უბრალოდ მარშით შევალთ აფხაზეთში და დავდგებით იქ. მართლა გისმენთ. მადლობა ბატონო მაიზერ. იმედია რომ
არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმარი, რადგანაც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა მოუყვეთ ეს კი ისტორია. ბატონო. უნდა დავაფასოთ ის გმირები, რომლებიც იქ შიშველი ხელებით იბრძოდნენ. გავიცნოთ ყველა მათგანი და რაც ყველაზე მთავარია, ცოცხალი გმირები დავაფასოთ და ცოცხალი გმირები, რომელიც კვირა არ გავა, რომ 2-3 არ მოკვდეს ახლა ომის ვეტერანები. უკვე იმდენ პანაშვიდებზე დავდივართ, უკვე რომ აი თითქმის ჩვენი სამსახური პანაშვიდებზეა გადართული უკვე რა. იმდენი კვდება. გულით, დიაბეტით, უწამლობით, ნერვებით, მუშევრობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პატივი მივაგოთ და დაგვიდექით გვერდით, ერთად გავაკეთოთ მათი. მე ნებისმიერ დროს თქვენთანაა. პირიქით თქვენ ისეთ საქმეს აკეთებთ, რომ თქვენ ნებისმიერ მეტი კი არა, მთელი საქართველოს უნდა დაგიდგეთ გვერდით. იმედია ამ პროექტში მაინც ყველანი გავერთიანდებით უნდა გავერთიანდეთ ყველაფერი. ღირსეულად მივაგებთ მათ პატივს და მივცემთ ჩვენს ახალგაზრდებს იმის სტიმულს, რომ თავის სამშობლოს როცა გაუჭირდება. სხვათა შორის მე ისიც უნდა მეთქვა, რა ახალგაზრდობა, აი ესა გვაქვს ჩვენ, ამიტომ მოვედით აქამდე საქართველოს, რომ როცა ჭირს, აი მაგრად რო ჭირს, მაშინ ყველა ერთად გიბა, მაგალითად 13 ივნისი მე იქ ნახე იმ დროს, მე მაშინ დევნილთა სამინისტროში მუშაობდი. ჩვენც ვიყავით, აი ერთი კვირა იქ მუშაობდით ჩვენს. რამოდენიმე ლომი და სირაქლემად რაღაცები ვიპოვეთ, ამოუთხარეთ. იქ ახალგაზრდობა რო აკეთებდა, ისეთი რამე აი არ ვიცი, აი თუ რომელიმე სახელმწიფოში დავკარგოთ ხოლმე, როდესაც თუ რომელიმე სახელმწიფოში ეს არ არსებობს. მიწას პატარა გოგოები და ბიჭები მიწას კი ბატონო, მასე ჭხიდებით თხრიდნენ. ნამდვილად, მასე აი ამის იმედი მაქვს. და სწორედ მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც აი ესე გაერთიანებული და გამთხრიანებული საქართველოს მოქალაქეები მართლა მარშით და არა ტყვიით და არ ვიცი რაღაცა ომით შევალთ ჩვენს ტერიტორიებზე და უბრალოდ საქართველოს გაერთიანება. აუცილებლად დარწმუნებული ვარ, ჩვენ რო იქ შევალთ და აფხაზეთი რომ საქართველოს გაერთიანდება 60 წელს საქართველოს ძალიან მაგრად წამოდგება ფეხზე, ეკონომიურად და ყველანაირად რა და ის ამდენი წასული საქართველოს გაქცეული უკმაყოფილების საშუალებლად ყველა დაბრუნდება საქართველოში. კი ბატონო. მადლობა, რომ იყავით. მადლობა თქვენ. დღეს 20 წუთის სტუმარი იყო მაიზერ გელომანი, ვეტერანი.